2 აპრილს თავისუფალი აზრის სახლში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამისტთა ნაკრები გუნდების მწვრთნელმა თეოდორე ზარქუამ საზოგადოებას პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მიმდინარე წლის 18-დან 22 აპრილამდე შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩატარდება უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც პირველად მოხვდა სამხრეთ კავკასიის გუნდი და ეს ივანეს ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამისტთა ნაკრებია. გუნდის შემადგენლობაში შედიან ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი და გიორგი ლეკვეიშვილი. პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება 1977 წლიდან, ქართველი სტუდენტები კი მასში მონაწილეობენ 1999 წლიდან და სტაბილურად საუკეთესონი არიან სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სტუდენტები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დებიუტანტები არიან, ჩვენი გუნდი ფავორიტთა რიცხვს მიეკუთვნება. დღეისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრები არის საქართველოს, უკრაინის და სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი და რამოდენიმე მაღალ პრესტიჟული საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორი. ბატონმა ზარქუამ აღნიშნა, რომ უმაღლესი შედეგების მიღწევა შეუძლებელია ძლიერი შემადგენლობის დასწრებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის პრაქტიკის გარეშე, რაც ჩვენ სტუდენტებს ნამდვილად არ აკლდა. აქედან გადამწყვეტი იყო სპონსორების მხარდაჭერა. ესენია საქართველოს გაერთიანებული ტელეკომი, გენერალური დირექტორი ბატონი ადილხან ტემირბეკოვი, საერთაშორისო საპროცესინგო ცენტრი ჯორჯიან კარდი, გენერალური დირექტორი ქალბატონი ნანა ქებურია, ბაზის ბანკი, გენერალური დირექტორი ბატონი ზურაბ ციხისთავი, სახალხო ბანკი, გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი გოგუაძე, კომპანია ავერსი ფარმა, გენერალური დირექტორი ბატონი პაატა კურტანიძე, კომპანია საათეკი, დირექტორი ბატონი ალექსანდრე ჯაგანიშვილი, ავიასააგენტო ტრანსავია, დირექტორი ბატონი რომან ოგანიზოვი. პრესკონფერენციაზე გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მეცნიერების დარგში ბატონი ალექსანდრე ღონღაძე და სასწავლო ცენტრ მზიურის დირექტორის მოადგილე ბატონი ამირან მეტრეველი, რომელთაც ხაზი გაუსვეს რა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრების წარმატების მნიშვნელობას, დამწერთა ყურადღება მიაპყრეს ამ მიმართულებით არსებულ სერიოზულ პრობლემებს და იმჟელეს მათი დაძლევის შესაძლო გზებზე.